ჩვენი სტუმარია არქეოლოგი იულონ გაგოშიძე. ეხლა ვიბუშავე და იმიტომ ცოცხალია ეს ჩემში ეს ამბავი. რამდენად არის აქემენიანთა კვალი ამ შემთხვევაში კავკასიაში, განსაკუთრებით უშუალოდ საქართველოში? ვფიქრობთ, რომ ეს იყო რეზიდენცია სატრაპის, რომელიც მართავდა მე-11 სატრაპიას. რას გვეუბნება არქეოლოგია ეპოქაზე, რომელზეც ასე ცოტა ვიცით? წყაროწოდდეს ისტორიკოსის პირველი დებულება ის არის არ დაუჯერო. მათთვის ყველაზე ახლო ქვეყანა, რომელიც შავ ზღვაზე გადის, საქართველო არის. ტახტიძირის მდიდრულ საბარხებში იმ დაკრძალულთან ერთად მსახურებია ჩაყოლებული. ამ დროიდან ჩვენთვის ცნობილია აქ მოჭრილი მონეტა. მე-17 საუკუნემდე ზეთის ხილი, ჩვეულებრივი ხილი იყო ქართლში და კახეთში. მოგესალმებით, მწარე პოდკასტი 2026 წლის პირველ ეპიზოდში. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის ტრადიციულად TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Next. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. პოდკასტის მხარდამჭერი ასევე Classroom G პლატფორმა, რომელზეც შეგიძლიათ მოძებნოთ მასწავლებლები, ისწავლოთ სხვადასხვა საგანი, ამავე დროს დაემატა ძალიან საინტერესო დამხმარე აპლიკაციები, რომლებიც გაგიადვილებთ ორიენტირებასა და სწავლას. ჩვენი სტუმარია არქეოლოგი იულონ გაგოშიძე, რომელსაც საქართველოში და საზღვარგარეთაც მრავალი არქეოლოგიური სამუშაო აქვს ჩატარებული, კოლოსალური გამოცდილება. მოგესალმებით პირველ რიგში მწარე პოდკასტში. ძალიან მიხარია, რომ შედგა ეს შეხვედრა. ვინაიდან არქეოლოგები არც ისე ხშირია ხოლმე ამ პოდკასტში ჯერჯერობით ორი შეხვედრა ქონდა სულ არქეოლოგთან. ერთი იყო დავთო ნასყიდაშვილი, რომელსაც ფასისზე ისაუბრა და მეორე იყო თორნიკე მამისეიშვილი, რომელსაც საქართველოში, დასავლეთ საქართველოს შემთხვევაში რომაელების კვალზე ისაუბრა. აი დღეს კი ბატონ იულონთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ იბერიის სამეფოს სათავეებზე, საიდან და როგორ დაიწყო ყველაფერი და რას გვეუბნება არქეოლოგია აქემენიანთა ელინისტურ პერიოდებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ანტიკური იბერიის ისტორიის შესასწავლად. აღნიშნოთ ის, რომ ანტიკურ ხანასა და ადრეულ შუა საუკუნეებში ჩვენ ხშირად ვაწყდებით ხოლმე ისეთ პრობლემას, როგორიცაა წყაროების სიმცირე, ან გვიანდელობა. ეს ძალიან ართულებს ხოლმე ბუნებრივია ისტორიის რეკონსტრუქციას და არასწორ ხშირად ანაქრონისტულ შეხედულებებს გვიყალიბებს ხოლმე ამა თუ იმ მოვლენაზე. აქ რა თქმა უნდა საჭიროა უკვე ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, არქეოლოგია, ისტორიის შესავსებად და დასაზუსტებლად. ამიტომაც არის ესეთი მულტიდისციპლინარული კვლევა, ასეთი საკვანძო. არქეოლოგიის საშუალებით ზოგჯერ საერთოდ შეიძლება გადაიწეროს და შეიცვალოს ისტორია, ვინაიდან ქვები ნაკლებად ტყუიან, ვიდრე პაპირუსი, ეტრატი და ქაღალდი ზოგჯერ. რას გვეუბნება არქეოლოგია ეპოქაზე, რომელზეც ასე ცოტა ვიცით წყაროებით და რომელთა უმრავლესობაც გვიანდელი არის. ბატონ იულონს ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი ამ პერიოდზე, მაგრამ მე პირველად მისი საქმიანობის შესახებ შევიტყვე, როდესაც ნახე ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი დედოფლის გორაზე, რომელიც არის ქარელის რაიონში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლი არის ალბათ საქართველოს ისტორიაში. ყველას გირჩევთ სხვადასხვა არის YouTube-ზე ფილმი ამასთან დაკავშირებით და უყუროთ ამ ფილმს, თუ რამდენ საინტერესო დეტალს გაიგებთ იმ პერიოდის იბერიაზე. ასევე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბატონ იულონის წიგნი პირველი საუკუნის იბერიელი მხედარი. მოდი დავიწყოთ ცოტა უფრო ადრიდან. თქვენი აზრით, რა არის ეს პირველი არქეოლოგიური მონახაზი იბერიის სამეფოსი? საიდან იწყება ეს ყველაფერი? ანუ რა წარსული აქვს იბერიას? სახელმწიფოებრიობის ფორმა რამდენად გამოკვეთილი არის, თუნდაც აი აქემენიანთა ან ელინისტურ პერიოდებში? საქმე ის არის, რომ საქართველოს სახელით თვითონ იბერია ჩვენი თვითდასახელება არასდროს არ ყოფილა. როგორც კოლხეთი. კოლხეთი სულაც ჩვენი გამოგონილი ტერმინია ქართველების მე-19 ან მე-20 საუკუნეში. იმიტომ რომ წყაროებში ნახსენებია ბერძნულ წყაროებში კოლხიდა, როგორც ქვეყნის სახელი. და ამ კოლხიდადან კოლხეთის დაწარმოება და კოლხური და კოლხი ხალხის შექმნა ეს უკვე ჩვენი მეცნიერების ნამოქმედარია. თავის დროზე ესენი თავის თავს კოლხებს არასდროსაც არ ეძახდნენ. ის ბერძნებაში არქვეს ეგ სახელი.
საიდან წარმოიშვა ეგ სახელწოდება, ეს არის ენათმეცნიერების საქმე. და მე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, ტაოვიცით პროვინცია დღეს თურქეთში მოქცეულ საქართველოს ნაწილში. და დოკუმენტებში ტაოხი გვაქვს. ჯავახი გვაქვს. მესხი და ეს კოლხიც ამ ტიპის სახელებში გადის. და კოლა გვაქვს პროვინცია, კოლა და არტაანი. და როგორც ჩანს, აი ამ კოლას მოსახლეების სახელი იყო ეს. და ბერძნებმა ეს სახელი ალბათ ჯერ კიდევ დიდი ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში გაიგეს და მაგ კულხას სახით ეს სამეფო თუ რაღაც სამეფოს მაგვარი წარმონაქმნი არსებობდა უფრო ადრეულ ხანაში. და მაგის ცენტრი იყო სადღაც აი სამხრეთ დასავლეთ საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც დღეს თურქეთში არის მოქცეული. ეს უარაუდებია და ამას თავისი სპეციალური კვლევა ჭირდება. მე არქეოლოგი გახლავართ და არქეოლოგია ისტორიული მეცნიერება, რომელიც ნივთიერი კულტურის დაშლის მიხედვით სწავლობს ისტორიას. კულტურა კი ისეთივე მახასიათებელია ერის თუ ეთნოსის, როგორც ენა. ყველა ერთ თავისი კულტურის თავისი კულტურა აქვს, რომელიც განასხვავებს მას მეზობლისაგან და შორეულებისაგან მით უმეტეს. ენაცა და კულტურა ცვლილებებს განიცდის. ენის ცვლილებები საუკუნეების განმავლობაში. ენის ცვლილებებს ენათმეცნიერი იკვლევს. აი კულტურის ცვლილებებს იკვლევს არქეოლოგი. ეს ჩვენი საქმეა. და ამ კულტურით ვცდილობთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ამა თუ იმ ეთნოსის, ამა თუ იმ ერის წარსული. ამაზე უკვე თქვით თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ნაკლებად იტყუება ვიდრე თვითონ ადამიანი წყაროდ ცოდნეს ისტორიკოსის პირველი დებულება ის არის არ დაუჯერო. იმიტომ რომ ყველა დაწერი არის ვიღაცის თვალსაზრისი. ვიღაცის თვალსაზრისი, რომელიც შეიძლება მართალი იყოს, შეიძლება მტყუარი იყოს და შეიძლება ერთიც და მეორეც სხვადასხვა მხრიდან თუ შევხედავთ. ქართული სახელმწიფოებრიობა, აი მე მინდა ვილაპარაკო ახლა ამჯერად კოლხიდისა და იბერიის გარეშე. ამ საკითხების, ამ სახელების გარეშე. და ქართული სახელმწიფო ვთქვათ. კი ბატონო. ქართული სახელმწიფოს წარმოიშვა ქართული სახელმწიფო, როგორც ჩანს ქრისტესშობამდე მე-6 საუკუნის დასასრულს ან მე-5 საუკუნის დასაწყისში მაინც. იმიტომ რომ ამ დროიდან ჩვენთვის ცნობილია აქ მოჭრილი მონეტა. მონეტა ისეთი დოკუმენტია სახელმწიფოს არსებობის, რომელსაც წყალი არ გაუვარა ნამდვილად. და ის რომ ეგრეთ წოდებული კოლხური თეთრის ვეძახით, ეგაც მეცნიერების შერქმეული სახელია ამ მონეტებისთვის, იჭრება მე-6 საუკუნის დასასრულიდან ან დასაწყისიდან მე-3 საუკუნემდე. და ამის მოჭრის ყოველ შემთხვევაში მათი გავრცელების ტერიტორია მოიცავს დასავლეთ საქართველოს და შიდა ქართლის და ქართლის ნაწილს. აი ამ ტერიტორიას. და მას არ გაცდება თითოეულ შემთხვევა ამ ტერიტორიის გარეშე. ეს უკვე საზღვრავს იმ ქვეყანას, სადაც სამონეტო მიმოქცევა იყო. და სამონეტო მიმოქცევა თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოებრივ წყობილებას. აი ამიტომ ნება მომეცით ვილაპარაკო ქართულ სახელმწიფოზე. კი ბატონო, ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც ჩაისახა აი ამ დროს და დღესაც ვარსებობთ. იმედი კიდევ დიდხანს ვიარსებებთ. თუ ჩვენ ჭკვიანურად და კარგად მოვიქეცით. აი ეს პირველი სახელმწიფო თავიდანვე დაუკავშირდა ირანს.
აქებენიანთა ირანს. ეხლა ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ აქებენიანთა ირანზეც. აქებენიანთა იმპერია არის უკანასკნელი ძველაღმოსავლური იმპერია, უკანასკნელი. და პირველი ახალი იმპერია, რომელიც არსებითად განსხვავდება თავის წინამორბედი იმპერიებისაგან. აი, რომლებიც რკინის ხანაში დაიწყო, ეს ასურეთი, ბაბილონი, ურარტუ. ესენი, ასე ვთქვათ, დაცემლური იმპერიები იყო, რომლებიც დაპყრობილ ქვეყნებში ძარცვა, გლეჯა, ხოცვა ადამიანების, მათი აყრა და გადასახლება, ეს იყო მაგათი წესი, ცხოვრების წესი, რაც ასახულია თავისივე დაწერილ წარწერებში. რომ წარწერას რო წაიკითხა ურარტულ წარწერებს, იქ ამაზეა საუბარი მხოლოდ. არგიშტის და მენუას წარწერები რო, სარდურ მეორის. ხო და აქებენიდები არსებითად განსხვავდებოდა მათგან. აქებენიანთა იმპერია, რომელიც სიმბოლური იყო სწორედ, იწყება ფარსის მეფე კიროს მეორე დიდის, რომელიც 559 წელს გამეფდა, მან დაიკავა ბაბილონი. და ასე ვთქვათ, აი ეს 553 წელს და ეს არის ასე ვთქვათ ამ იმპერიის დასაწყისი. შემდგომში იმპერია მოიცვა პრაქტიკულად მთელი ახლო აღმოსავლეთისა და მისი ჩრდილოეთ აფრიკის ცივილიზაციის ცივილიზებული მთელი სამყარო დაწყებული საბერძნეთიდან ინდოეთამდე კავკასიიდან ეგვიპტემდე ჩათვლით, აი მთელი ეს ტერიტორია, უზარმაზარი ტერიტორია. მთელი ეს ტერიტორია დაყოფილი იყო პროვინციებად, რომელსაც სატრაპიები ეწოდებოდა და იქ მართავდნენ სპარსელი და დანიშნული სატრაპები ამისი. ისინი დაპყრობილი ქვეყნებიდან არ მოითხოვდნენ არც ძარცვას და არც არაფერს არ აწარმოებდნენ. მოითხოვდნენ ერთადამეს მორჩილებას და წინასწარ გაზრახული ოდენობის ხარკის გადახდას. აგრეთვე ომებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. ადგილობრივ კულტებს, ადგილობრივ რელიგიას პატივსცემდნენ და ადგილობრივ წესშეულებებს არ ეხებოდნენ. ძალიან ხშირად იმათთან თანამშრომლებათაც იწვევდნენ ხოლმე ადგილობრივ დიდებულებს ვთქვათ და იმაში თავის სამოხელეო აპარატურაშიც კი ეყოდებოდნენ მათ. და თითოეულ კიროს დიდი ბიბლიაშიც აისახა ეს ამბავი. ნაბუქოდონოსორის მიერ იუდეიდან აყრილი და ბაბილონში გადასახლებული ებრაელები კიროსმა დააბრუნა სამშობლოში და დაეხმარა კიდეც მას და ეს ბიბლიაში აღწერილი დანიელის წიგნში მისი ეზრასთან და ტაძარიც კი აშენეს მე ხელახლა. ტაძარი აუშენა. და ძალიან საყურადღებო ცნობაა, რომ დაუბრუნა 5400-ზე მეტი, იქ სუსტი რიცხვი და აღარ მახსოვს რაღაცა. 5000-ზე მეტი ყოველ შემთხვევაში ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც სამღერული იყო თავის ძოზე, ხო? ტაძრიდან იყო გატანილი ნაბუქოდონოსორის დროს. დააბრუნა ეს ყველაფერი უკან. სატრაპებს, ხო, ძალიან ზრუნავდა ცენტრალური ხელისუფლება გზებზე. გზებზე, სამიმოსტო სახმელეთო გზებზე, სადაც ყოველ 30 და ახალი გზების მშენებლობაზე ზრუნავდნენ. ამ გზაზე ყოველ 30-35 კილომეტრში იყო სადგურები აშენებული, სადაც შეედებოდა ცხენების გამოცვლა, დასვენება და თქვათ
ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაგზავნილი ელჩი სადმე ჭერებით გაივლიდა ამ გზას, იქ ცხენს გამოცვლიდა, დაისვენებდა, მერე გააგრძელებდა გზა და სწრაფად ძალიან ამ იმპერიაში ხო და კიდევ არ დამავიწყდეს ეს სათქმელია ნამდვილად პირდაპირ დავალებული ქონდა სატრაპებს რომ მიეხედათ და დაეცვათ ძარცველებისაგან ვაჭრები ესე იგი სავაჭრო გზებზე მოძრაობის დროს მათთვის ყველაზე საშინელება სწორედ ეს ძარცვა იყო რაც წინამორბედ ხანაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო ისე რომ დაახლოებით 150 წელიწადი იარსება ამ იმპერიამ და ამ ხნის განმავლობაში მეტ-ნაკლებად მშვიდობას უფევდა მთელ ამ ტერიტორიაზე. კავკასიაში შემოსული როგორც ჩანს დარიოსის დროს შემოვიდნენ კავკასიაში სპარსელები. სანამ ამ შემოსვლაზე ვიტყვი რომ კავკასია მათი ინტერესის სფეროში შედიოდა ძალიან. რატომ? იმიტომ რომ კავკასიონი საზღვრავდა ამ ცივილიზებულ სამყაროს ჩრდილოეთ ევრაზიის ნომადებისაგან, რომლებიც დრო და დრო ძარცველულ ლაშქრობებს აწყობდნენ აი სწორედ კავკასიონის უღელტეხილების გავლით, უღელტეხილების გასასვლელი, ძირითადად დარიელით გამოდიოდნენ. დერბენტის სხვათა შორის წყლის ქვეშ იყობაში. აზოვის ზღვა უფრო მაღალი დონე ჰქონდა და იქიდან გასვლა შეუძლებელი იყო. ეს მუშაობდა. დარიელი მუშაობდა. დარიელი ყველაზე მოკლე გზა ველები ჩრდილოეთის ველებსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის. ამდენად დაინტერესება ჰქონდათ ამ ხოდა რომ შემოვიდნენ დარიოსის დროს აქ დახვდათ ერთადერთი სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ქვეყანა ეს შემოსვლა მოხდა მე-6 საუკუნის სულ დასასრულს ან მე-5 საუკუნის დასაწყისში დარიოსის მეფობის დროს ესე იგი 521 წლიდან 486 წლამდე მეფობდა დარიოს პირველი. ამ დროს ის ერთი ქვეყანა, რომელსაც ჰეროდოტე კოლხიდად მოიხსენიებს. და ის ჰეროდოტე წერს, რომ კოლხები და მისი მეზობლები კავკასიონის ქედამდე არ შესულა შემადგენლობაში. იმპერიის შემადგენლობაში. მაგრამ მათ დებაყოფლობით, ეგრეთ წეს რა დებაყოფლობა იქნებოდა ეს შვენი გასარჩევია და დამსაფიქრალი 5 წელიწადში ესე იგი ყოველ მე-5 წელიწადს ძღვენს უგზავნიდნენ დიდ მეფეს ირანის შაჰანშაჰს ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო სხვათა შორის იმიტომ რომ 100 გოგო და 100 ბიჭი უნდა გაეგზავნათ იქ ირანში აი თვითონ ეს ფაქტი ერთ-ერთი მაჩვენებელია მართლა სახელმწიფოს სიძლიერისა, იმიტომ რომ ნებაყოფლობით არავინ არ დათმობდა თავის შვილს, ესე იგი ეს უნდა იძულებით მოეპოვებინათ. საკუთარ შვილებს ხარ გაუშვებდნენ იქ ირანში. აი ამ ქვეყნის ის მაგრამ სპარსელები აქ გაიანგარიშეს რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა მათთვის რომ ეს კოლხები ვახსენე ახლა ჯერ ის ვისაც აქ სახელმწიფო ქონდა იცავდა კავკასიონის გადასასვლელებს და მათი ნებართვის გარეშე ვერავინ ვერ გაბედავდა იქ გამოვლას ხანდახან კი ქართველების მონაწილეობას იღებდნენ ამ ძარცველულ ლაშქრობებში ალბათ. ორ შემთხვევაში ეგეთი ბრალდებები უფრო გვიან ხანაში ჰქონდა. ბერძენ-სპარსელთა ომებშიც ასევე აქემენიანების ჯარში ჰეროდოტე მოიხსენიებს კოლხებს. ვისა ქართველებს? კოლხებს. კოლხებს მოიხსენიებს
არა მარტო კოლხებს, იქ ქართულ ტომებს, ტიბერენები და ბევრია ჩამოთვლილი. მოსინიკები და შენ. კი, მოსინიკები და შენ. ხო. ესენი ჰეროდოტესთან ყველა ნახსენებია. მაგრამ მოგახსენებთ, ესენი არ დაუპყრია ეგ ტერიტორია, მაგრამ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში კი საფუძვლიანად დასახლდნენ. აი არქეოლოგიური გათხრებით გაირკვა, რომ დღევანდელი აზერბაიჯანი კახეთი და ქვემო კახეთი, დღევანდელი აზერბაიჯანი მთლიანად, კახეთი მთლიანად, კუხეთი ეს რუსთავის მიდამოები ქალაქის და ქვემო ქართლის ნაწილი, აღმოსავლეთი ნაწილი, ეს შევიდა ეგ დაიკავეს სპარსელებმა და იქ შემოვიდნენ. გარდა ამისა, სპარსელები ებეზებულობდნენ სამხრეთიდანაც, ეგრეთ წოდებული. ხო, და აი აქ შეიქმნა სატრაპია, რომელიც ჰეროდოტეს მიხედვით მე-11 სატრაპიაა, სადაც კასპიები ცხოვრობდნენ. და არქეოლოგიური გათხრებით და გაირკვა ეს ამბავი. ეს სულ ახალი ამბავია ის შედარებით. იმიტომ რომ 75 წელს ალაზნის ველზე მოდი უფრო ადრიდან დავიწყებ ახლა. 1956 წელს აზერბაიჯანელმა არქეოლოგმა იდეალ ნარიმანოვმა ყაზახში, ქალაქ ყაზახში, ადგილ სარითეფეზე გათხრები ჩაატარა და აღმოაჩინა სვეტებიანი დარბაზი გაითხარა. სადაც ეს სვეტის ბაზისები ზუსტად ისეთი იყო, როგორც პერსეპოლისიდან იყო ცნობილი მანამდე. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ირანის ცენტრალური პროვინციებისა და აი აკემენიანთა ირანის ცენტრალურ პროვინციებისა და დედაქალაქების გარეთ იპოვეს აი ამ ტიპის ისა სვეტის ძირი. ეს 1956-ში. ამის შემდეგ სომხეთის ჩრდილოეთ სომხეთშიც აღმოჩნდა ასეთივე ბაზისები, იქაც სასახლე გაითხარა, ბენიამინი არის გიუმრის მახლობლად. ლენინაკანინო ერქვა საბჭოთა პერიოდში. გიუმრის მახლობლად, ეს ჩრდილოეთ სომხეთი. კი, რუსების ბაზა რო არის. სამხედრო ბაზაა გიუმრიში კი. მე ნამყოფი ვარ მაგ ბაზაზე. ისეთი არქეოლოგიური ძეგლია იქ თვითონ ბაზის ტერიტორიაზე საოცარი. უნივერსიტეტში სამხედრო სწავლება ქონდა ჩვენ და იქ პრაქტიკა გავიარეთ გიუმრიში. ხო. იქ აღმოჩნდა ეგეთივე. 75 წელს კი საქართველოშიც. გუბათში, ალაზნის ველზე. შემდეგ ასეთივე ბაზის ფრაგმენტები აღმოჩნდა იმაზე ციხეაგორაზე. კასპის რაიონში. ეს უკვე რაღაცას ლაპარაკობს, ხო? 94 წელს დავიწყეთ გათხრები 1994-ში და 15-ში ალაზნის ველზე ვიმუშავეთ, აი სწორედ იქ გავთხარეთ იმ ადგილასაც ადრე ბაზა აღმოჩნდა. ის სვეტები, ხო? სადაც სვეტები იყო. ხო, ერთი სვეტის თავი სვეტის ძირი აღმოჩნდა ბაზისი 75-76-ში და 94 წელს გერმანული ექსპედიცია ჩამოვიდა საქართველოში და კიაზო ფიცხელაური და მე ჩვენთან ერთად დაიწყო მუშაობა იქ გათხრები ჩავატარეთ და გაითხარა სასახლე. დაახლოებით 30 მეტრის სიგრძის ზონა იყო, სამწუხაროდ გადარჩენილი იყო მხოლოდ ერთი კედელი და დაახლოებით
5-6 მეტრის სიგანის ესეთი ზოლი. დანარჩენი ბულდოზერით იყო მოთხრილი. აი იმ დროს 75 წელს, როცა ის პირველი სვეტისწინი. მაგრამ ჩვენ ისევე სულ ცოტა არანაკლებ 2 დარბაზისა უნდა ყოფილიყო სვეტებიანი. ზარისებრი ფორმის ბაზისი არის. ეს არის ისეთი მაჩვენებელი აქემენიდების, როგორც რა ვიცი, დოკუმენტია რა, პასპორტი მაგის. ეს იქ გაითხარა. მე კიდევ ისა 2004 წლამდე 2004-მდე ვიმუშავეთ იქ და პრაქტიკულად ვეძებდით ისე აქემენიდებს ვერ ვიპოვეთ. მაშინ ვერ ვიპოვეთ. და 2002-ში 95-ში ერთ-ერთ კონფერენციაზე იდეალ ნარიმანოვმა მოხსენება წაიკითხა და თქვა, რომ აზერბაიჯანში კიდევ ერთი ადგილი ნახა მან, სადაც ეგეთი ბაზისი უნახავს. ეს მე მოვისმინე ეს მოხსენება და ჩემ წინადადებით ახალგაზრდა მონაწილე იმისი ამ ჩვენი ექსპედიციის ერთობლივი გერმანულ-ქართული ექსპედიციის მონაწილე ფლორიან კნაუსი და მე წავედით მეგობარი ყავდა ილიას ბაბაევი, აზერბაიჯანელი არქეოლოგი, არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც გარდაიცვალა 2 წლის წინ. ჩემი ტოლი იყო ისა. დიდი ხანი ვიცნობდი 60-იანი წლებიდან. ხო და ერთად მივედით ნარიმანოვთან. და ეს ხნიერი კაცი წამოყვა ჩვენ, ჩამოგვიყვანა, ესე გამოიარა 600 კილომეტრი ბაქოდან უკანაკეთ თბილისისაკენ და შამქორის რაიონის სოფელ ყარაჯამირლიში მიგვიყვანა ერთ ოჯახში, რომელსაც და ერთი ბერიკაცი, რომელსაც უპოვია ეს ბაზისი მთელი, გაუხერხია შუაზე და ერთი ნახევარი დადგა სახლის წინ ქუჩაში და ზედიჯდა ის სურათი გადაუღეთ კიდე და ეს მთელი სოფლი მოიარა ამ სურათმა და ერთი მეორე ნახევარი ეზოში ედო. ეს ბერიკაცი ძამოყვა ჩვენ და გვაჩვენა ის ადგილით, სადაც ნახა. შემდეგ ფლორიანმა მოიპოვა ფული გერმანიაში და ფულიანად ჩამოვიდა და ერთად წავედით. იმ ადგილას არ გაგვითხრია, მაგრამ იქვე ახლობლად დავიწყეთ გათხრები და პირველივე წელს ფანტასტიკური შედეგები აღმოჩნდა. ესე იგი, დაახლოებით 2 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 5 კომპლექსი ვნახეთ. ყველა ერთი პერიოდის და ყველა აი ამ ნამდვილი აქემენიდური ობიექტები იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი სასახლე. ეს სასახლე მდებარეობს მისი ფართობი, გავთხარეთ ეს გათხრილია ბოლომდე, ეხლაც გრძელდება იქ გათხრები სხვათა შორის. ხო, თუ დიდი ძეგლია, ხო. როგორა? ხო, ანუ დიდი ძეგლი ყოფილა ძალიან 2 კილომეტრი ფართობისა, ხო. მაგრამ ეს იყო 21 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა აი ამ სფეროში. სასახლე დგას ეზოს 20 კვადრატული ეზოს იმაში ცენტრში და ამ ეზოს ფართობი 20 ჰექტარი. ამ ზუსტად შუაში არის ეს სასახლე, მისი ფართობი არის 3600 კვადრატული მეტრი და ცენტრალური დარბაზი 36 სვეტიანი. 36 სვეტი დგას. ამ დარბაზში მოხვედრა შეიძლება პორტალით, რომელშიც 12 სვეტი დგას. ეს გახსნილი აღმოსავლეთიდან შედიხარ, აი ამ დიდ დარბაზში და ეს გარშემო კიდევ სხვა ოთახებია, რომლებშიც აგრეთვე სვეტებიც არის, 2 სვეტიანი და 4 სვეტიანი ოთახებით არის გარშემორტყმული ეს კიდევ. ეს არის ეს სასახლე თავისი გეგმარებით ზუსტად ისეთი, აი, ხო გეუბნებით, ზომებითაც ემთხვევა. ქსერქსეს მიერ, ქსერქსე იყო მემკვიდრე იმისი დარიოსისა 486-დან 466-დან 464 წლამდე
მეფობდა იმაში ირანში. მისი სასახლე ზუსტი ასლია, ზუსტი. ასევე აი ამ 20 ჰექტარ ეზოში, რომელიც გალავას შემორტყმული იყო, შემოსასვლელი იყო აღმოსავლეთიდან, სადაც ჩადგმულია კარიბჭე. კარიბჭეც 400 კვადრატული მეტრის არის და სამი ძირითადი სათავსოარი გასავლელი. ეს არის პროპილეუმი. ესე იგი ორსვეტიანი ისინი აქვს თითოეულ კარიბჭი აქვს თავისი 4 სვეტიანი დარბაზი, რომელიც შუაში გაივლის და მერე კიდევ 2 სვეტიანი გარეთა გახსნილი შიგნით პორტალი და აი ეს ამით შედიხარ და აქედან დაახლოებით თითქმის 100 მეტრში დგას ის სასახლე. აი ეს შენობაც ზუსტად იმეორებს ქსერქსეს კომპლექსში, ქსერქსესეულ ნაგებობას პერსეპოლისში, რომელსაც ეგრეთ წოდებული ცენტრალური ნაგებობა ჰქვია. აი მას ასლებია აბსოლუტურად. მაგრამ აქ ადგას დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. და საინტერესო კიდევ ერთი რა გამოდგა. იმაში ქუმბატში, ესე იგი, ალაზის ველზე რო ბაზისები ვნახეთ, ის ბაზისები და ეს ჯერთი აბსოლუტურად ერთნაირი ალიზის აგურებით არის ნაგები, ერთიც და მეორეც. ზომები ამ ალიზისა ზუსტად ერთნაირია. და რაც თავარია, ვერ გაარჩევთ ისეთი მსგავსება ამ ბაზისებს შორის და ერთი შევისწავლეთ მე გეოლოგიური ჯიში ემისი კირქვისაგან არიან გამოთლილები, ერთი საბადოდან მოპოვებული კირქვით არის გაკეთებული. ისე რომ იმაში ეჭვის შეპარება რომ ისა დაახლოებით ერთდროულად არის აშენებული და შესაძლებელი ერთი და იგივე ხელოსნების მიერ. და ფიქრობთ რომ ეს იყო ყარაჯაბილში გათხრილი ეს დიდი სასახლე იყო რეზიდენცია სატრაპის, რომელიც მართავდა მე-11 სატრაპიას. ეხლა გავაგრძელოთ მერე მათი ურთიერთობა. აი ამ ძირითადად როგორც ჩანს ამ სატრაპიას ჰქონდა ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჰეროდოტე ეძახის კოლხიდას. კოლხიდას რო ეძახის. იმ კოლხიდის ასე ვთქვათ კვალი და ჩვენი არქეოლოგიიდან ვანის გათხრები ყველას გაგიგიათ, საირხი არანაკლებია, ეგრეთვე დიდრული სამარხები არის იმაში ითხვისში და ქართშიც არის ის არის შემოდის როგორც საჩე, იმიტომ რომ ტახტიძირის გათხრება გვაჩვენა რომ ის არ გასხოვდება, ესე იგი, ისეთივეა როგორც ითხვისი და როგორც მსგავსება ძალიან დიდია და გარდა მაგისა შიდა ქართლში ვრცელდება ბერძნული იმპორტი, რომელიც შემოდის კოლხეთიდან, იმიდან, შავი ზღვის სანაპიროდან. აქვე ვრცელდება იმაში, რო ქვია, ტახტიძირში, სამარხში კოლხური მონეტაც ვნახეთ. ესე იგი, ბორჯომის მიდამოებშიც არის დაპოვნი. კოლხური ცხეთამდე მოდის. კოლხური თეთრეს. კოლხური თეთრი, ცხეთაშიც არის დაპოვნი. და რაც თავარია ბერძნული იმპორტიც. აი, დღევანდელი სომხეთი და იმ დროინდელი სომხეთი, არმენია რო იყო, დიდი სამეფო არმენიის, შავი ზღვასთან უფრო ახლოა ვიდრე საბადლო, რომელიც იმაში ცხეთის რაიონშია. და საცა ბერძნული იმპორტია ნაპოვნი. ერთი ნატეხი არ არის ბერძნული თიხის ჭურჭლისა. რატო? იმიტომ რომ ზღვაზე არ გადის. ხო. კერამიკით ვაჭრობა არ არსებობდა წარსულში. იმიტომ რომ სახმელეთო გზებით
სახმელეთო გზებით გადაზიდვა თიხის ჭურჭლის არის სისულელე, იმიტომ რომ მძიმეა, იაფია და მტრევადი. რო გაგიტყოს უნდა გადაყარო. ამფორა ხო გემიდგა დააქვთ ხო? ეს სხვა საქმეა. ამფორა არ არის ისა თიხის ჭურჭელი კი არ არის, არის ტარა. ის შიგრაცასხია, ის არის ძვირფასი. და აგრეთვე სანელსაცხებლეები. ის ძვირფასი სანელსაცხებლე თიხის ჭურჭლით მოდიოდა. მაგრამ ესეც ზღვით. როგორც წესი ზღვით. სახმელეთო ვაჭრობა ამითი არ არსებობდა ადრე. არც მერე. აი არქეოლოგიურმა ჩვენ იყო ეგეთი თინამორჩაძე პეტროგრაფი, ესე იგი მაგის სპეციალისტი, რომელმაც შეისწავლა პეტროგრაფიულად შეისწავლა კერამიკა მთელ საქართველოში. და გაარკვია რომ ანტიკურ ხანაში, აი რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, ყველა ცენტრს საქართველოში თავისი საკუთარი წარმოება ჰქონდა კერამიკის. აქაც ერთმანეთში ყიდვა გაყიდვა არ იყო. იმიტომ რომ არ ღირს, იაფია და ესე იგი უფრო იაფი ჯდება რომ მოიყვანა ხელოსანი, მოიყვანო და გააკეთებინო აქ შენთან, იმიტომ რომ წყალიც გაქვს. თიხაც თითქმის ყველგან არის და შეშას ადვილი საშუალებელი. ჩვენი თიხის კერამიკული წარმოება მორგზე ესე ბრუნა მორგზე არის გამოყვანილი და ბერძნული ძალიან მაღალი ხარისხის კერამიკა მზადდება. მდინარე დონის შესართავთან იყო ნაქალაქარი არის გათხრილი საბჭოთა პერიოდში გათხრებით ტარდებოდა წლების განმავლობაში და ის ნაქალაქარი იყო პუნქტი, სადაც მე-5 საუკუნიდან ქრისტესშობამდე, მე-5 საუკუნიდან მე-3 საუკუნის შუახანამდე ესე იგი 250 წლის განმავლობაში რეგულარულად მიდიოდა ბერძნული გემებიდან მიდიოდნენ, მიქონდათ ზეთი და ღვინო და იქიდან გაქონდათ ხორბალი და თავისი ქვეყანაში. კერამიკის ანალიზი გააკეთეს. იმან ანალიზში ამფორები 80% იყო ამფორების ნატეხები. ესე იგი რომელიცაც ღვინო და ზეთი ჩადიოდა. ადგილობრივი კერამიკა იყო 20% და მხოლოდ 4% იყო ბერძნული სუფრის ჭურჭელი. მაგრამ ამ 200 წლის განმავლობაში იქ რაც იყვნენ, ისინი აგრძელებდნენ ეს ბერძნული ჭურჭელი მცირე რაოდენობით მაინც ხმარობდნენ და აგრძელებდნენ იმას, რა ქვია, მორგზე დამზადებული კერამიკა არ ქონდათ. ხელით ნაძერწი. ისაც ვერ მოიფსაზრეს, რომ მორგვი გამოეყენებინათ. არ ჭირდებოდა და იმიტომ. და ჩვენთან ეს მორგვი იყო. მაგრამ ბერძნული შემოდიოდა ჭურჭელი, მაგრამ არავის ბერძნული ჭურჭელი აქ არ გაუკეთებია. ჩვენი ჭურჭელი კიდო იმის გვერდით, აგერ კომუნეთთან ფიჭნარის დამოსახლარი არის, იქ ბერძნები ცხოვრობდნენ და ადგილობრივი ქართველებიც. იმათ სასაფლაოც არის, ამით სასაფლაოც არის. იქ კი არის ბერძნული ჭურჭელი ასე თუ ისე ბევრი, მაგრამ ამ ადგილობრივ მოსახლეთა საფლავებში თითოეულაა მხოლოდ ბერძნული. დანარჩენი ადგილობრივი ჭურჭელია. და იმპორტი, როგორც ვთქვი, კი შემოდის ცოტა, აქაც ცოტა როგორცაც, ალბათ 4-5% თუ იქნება რა, როგორც იქ არის. აი ვანში არის დაპოვნი, მაგრამ დაბლაგომის ქვევრსამარხებში ერთი ნატეხიც, ერთი ჭურჭელიც არ არის, იმპორტი არ არის. ქვევრსამარხები იმავე დროის არის, ვანის გვერდზეა. მაგრამ ეს არის რიგითი მოსახლეობის, ესეთი ჩვეულებრივი მოსახლეობის საფლავები. ის კიდევ დირებს იყო განკუთვნილი, ხო? უმაღლესი რანგის არისტოკრატიის საფლავებია, იქ არის. ეგრევე აქ აღმოსავლეთ საქართველოში იგივეა, ისეთივე მდგომარეობა. ესეთი სიტუაციაა. ის ისა, ხო, ეხლა კიდე რა ვთქვა, აი აქემენიდურმა აქემენიანთა ყოფნა
კავკასიაში და მათმა ურთიერთობამ ამ ჩვენ პირველ ქართულ სახელმწიფოსთან წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. აი გაგიკვირდებათ რამდენი ასე ვთქვათ ნასესხობები გვაქვს თუნდაც ენაში სპარსული. არც მინდა იმის ჩამოთვლა და არა მარტო ენაში. როგორა? ხო, ადრე ირანულის და ფალაურიც ბლომატა. დაწყებული ნასესხობები აქემენიდური დროიდან ვარდი სიტყვა მაგალითად არის აქემენიდური ხანის ნასესხობა. და თანამედროვე სპარსულში გიულ ქვია ვარდს. ეს გიულ ამის გაგრძელებაა, იმიტომ შეიცვალა იქ ენა. ხო, თქვით რომ ენაც იცვლება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში დოკუმენტურად დადასტურებულია წერილობით აქემენიდური, ავესტური, ირანული, სპარსული, ავესტის, აქემენიდების, ავესტის, სასანური საშუალო სპარსული. ხო და თანამედროვე და მე ახალი სპარსული გაცხოვებული ერთმანეთისაგან. თორემ საინტერესო რა ერქვა თუ იცით იმ ქვეყანას რომელიც ნახეს სპარსელებმა. გიორგი წერეთელსა აქვს ეს მოსაზრება გამოთქმული. პირველი მოხსენიება საქართველოსი არის სპარსულ დოკუმენტურ წყაროებში, იმ დროინდელ წყაროში ეს არის შაბურ მეორის დროინდელი სასანური წარწერა იქიდან ქააბაის ზარდუშტის კოჩქზე იქ წარწერა ნახეს შაბურის სამენოვანი წარწერაა რომელიც ესე იგი სპარსული, პართული, ესაც ირანული ენაა, აშაკიანთა პერიოდი და ბერძნული. აი ამ წარწერაში უკვე მესამე სტრიქონში იხსენიება ქართლი. ქართლი, რომელსაც ქვია ვარუჩან. ვარუჩან ქვეყნის სახელი ვარუჩანის მეფეს ერქვა აბაზასპი. და ეს აბაზასპი მე შემდგომში მოხსენიებულია როგორც აბაზასპისთვის კიდე იქ ლოცვას მის სალოცავად ტაძარში წესი დაადგინა, რომ ის მოეკითხებინათ რა ყოველწლიურად. მოხსენიებულია მეფის შვილების შემდეგ პირველი. უფრო ადრე ვიდრე წარშინებული სპარსელები, ეს იბერიის მეფე, აბაზასპი, საინტერესოა. ვარუჩანის ამის ანალიზის საფუძველზე გიორგი წერეთელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აქემენიდურ ხანაში ვარკანა ერქვა. ვარკანაც, ვარუჩანიც, გურგანიც უკვე გვიან ხანაში გურგანი გახდა. მერე ეს გურგანი გადაიქცა გურჯად, იმიტომ რომ ეს არაბების შედეგია. ორ გულს ვერ გამოთქვამს არაბი და გურჯი გახდა. გურჯიდან არის გურზინი და რუსული გურუზინი. და ამ გურგანიდან არის გიორგია. ევროპული სახელი. გურგანიდან. მაგრამ თვითონ გურგანი არის აბა ვარუჩანის გაგრძელება და ვარუჩანს წინ უსწრებდა აქემენიდურ ხანის ვარაკანა. ყველა ეს ნიშნავს გლების ქვეყანას. გლების ქვეყანას. ბევრი რამეს ფიქრობდნენ, რატომ გლების არის გამოთქმული, რომ იმიტომ რომ კაი მეუბრები იყვნენ ქართველები და როგორც ჩანს, მათ ესეთი ამბავია. მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევისთვის. ჩრდილოეთს მაგალითად დღეს არქტიკა ხო ქვია? არქტიკა არის ბერძნული სიტყვა. და რას ნიშნავს? დათვების ქვეყანა, დათვების მხარეს. არქტოს არის დათვი. ესე იგი ჩრდილოეთი, ბნელი, ცივი, საშიში დათვების ქვეყანა. და ბგლი იმის რა ქვია? ირანელებისთვის ჩრდილოეთი იყო გლების ქვეყანა. იგივე სახელით მოიხსენიებიან დღევანდელი შუა აზიის, აი თურქმენეთის და იმ ტერიტორიას. ჩრდილოეთია იმისთვის. ისიც ჩრდილოეთია და კასპიის ზღვას რა ქვია? გურგანის ზღვა. ესე იგი, ისაც ჩრდილოეთის ზღვა არის იმათთვის, ირანელებისთვის. მაგრამ ერს და ქვეყანას სახელმწიფოს ეგ სახელი ერთადერთ ქვეყანას ქვია საქართველოს. მეტი არც ერთს.
ის ყველაფერი ტერიტორიის მოსახსენებლად არის, მაგრამ ეს სახელი საკუთრივ საქართველოს ეკუთვნის. და როგორც ჩანს, ესე ერქვა იმ ქვეყანას, რომელსაც ბერძნები კოლხინად მოიხსენიებდნენ. სპარსელისთვის აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ერთი და იგივე იყო. აფხაზთა მეფეს რო უწოდებდა თავის თავს, თქვა დავით აღმაშენებელი, სპარსულ წყაროში გურგანის მეფეა ის. ხო, ან მაშინ ზოგჯერ უბრალოდ მარტო აფხაზთა მეფესაც შიც გულისხმობდნენ ხოლმე მთელ საქართველოს მეფესაც. მთელ საქართველოს გულისხმობდა. იბერიაც უпростоრად ჩემის აზრით არ ვიცი მე შეიძლება ეს მე ეს უფრო ერთად მეცნიერების საქმეა ალბათ. იბერია კი არ იყო, ივერია ერქვა. და ეს ივერიც პართული სოფხების დაახლოებით ვირქს იძახია, ხო? ვარუჩანიდან მოდის. ბერძნებს ბეტათი იწერებოდა ბგერა ამ დროს უკვე აღარ ქონდათ, მე-5 საუკუნემდე ქონდათ, მე ქრისტესობად, მე გაქრა. და მე ეს ვდგა მოითქმოდა და იწერებოდა ბეტათი, ხო? და იმას თქვა რომელი ბუთხითხულობდა. აი მაგის ბრალია რომ იბერია გაჩნდა. აიქაც ესპანეთსაც რო ეძახდნენ. ესპანეთში არა, იქ დინარიც არის ებრო მაგალითად. ის არის იბერია ნამდვილად იქ. და ჩვენი ალბათ ივერია იყო, ალბანეთის არ იყოს. ალბანა, ეს არის სომხური დასახელება. ის ღს რო ამბობენ სომხები, ის არის რბილი ლს გამონათო. ადრე ორი ლ ქონდათ სომხებს. ლაზარ პარპეცია ხომ ხან ღაზარ პარპეცია ხომ ეს ისტორიკოსი რო იყო სომეხი. ხან ლაზარ პარპეცია ხან ღაზარ არის ხოლმე. ღაზარ. ხო. ლაზარე პარფელი. ალბანელი. ხო. ხო. ჩვენთანაც ალბანია უფრო სახელი და არა ალბანი. ალბათ ეგრეა. ხო, ნუ ემას ეს უკვე არქეოლოგების საქმე არ არის. აქემენური პერიოდის აი მაგალითად იგივე დარიკები, რომელიც დარიოსები არის. ჩვენთან თუ არის აღმოჩენილი. კი, როგორ დარიკები. არის, ეხლაც აღმოჩნდა მას წინათ. და საინტერესო. კი. ჩვენთან არის სპარსული მონეტებიც არის დაპოვებული. ეხლა რა გავლენა მოახდინა სპარსელების აკყოფნამ? საქართველოს ჩაერთო აი ამ საერთაშორისო ვაჭრობაშიც უკვე. ამ საერთო სახმელეთო ვაჭრობაში უფრო გაცხოველდა. და საინტერესოა რომ აი ამ დროს ჩდება ვანში ისეთი ჭურჭელია ნაპოვნი ვერცხლის, რომელიც აქამდე სანამ ვანში ვიპოვიდით ერთადერთი პერსეპოლისის რელიეფებზე დახატული ჭურჭელი ის ვიცოდით. აი ესეთი სასმისია დაზოლილი. ვაში ფიზიკურად აღმოჩნდა. ეს რასაც ვერველია იქ სახმელეთო გზით მოხდა და არა ბერძნული გზით. აქედან შევიდა. ისევე უკვე იმიტომ რომ სახმელეთო ვაჭრობა გაცხოველდა ძალიან. ხო, იმიტომ რომ აქემენიის იმპერია მოწესრიგებული იყო, დაცული იყო. ხო გეუბნები სატრაპებს დავალებული ქონდა ვაჭრებს ფარველობა გაუწიეთო და ძარცველებისაგან დაიცავითო. ესე იგი შეიცვალა სიტუაცია. ადრე თუ ძირითადი ესე იგი კონტაქტები უცხოეთთან შავი ზღვის საშუალებით ხდებოდა, ეხლა უკვე სახმელეთო გზით გაცხოველდა ძალიან. ამან დიდი გავლენა მოახდინა როგორც ჩანს საქართველოსაც. ერთი საინტერესო რამე უნდა ვთქვათ კიდე. სპარსელები რომ დასახლდნენ ალაზის ველზე და იქ ყარაჯაბირლი არის, ტკვრის ველი არის, ისეთივე იქ ტკვრის მარჯვენა ნაპირი, ისიც უზარმაზარი ველია და იქ არის ეს სასახლეები აშენებული. აქ ჩვენ მერე ვიმუშავეთ კიდე და ვიპოვეთ 19-დან 21 წლამდე მუშაობდით, გათხრები ქონდა იმაზე იმის მახლობლად ადგილ სააქლემოში. ესაც იმისი
ჯუგანის მიწებია, ჯუგანია სოფელი კახური იმეში. ქიზიყის სოფელია, მათი მიწებია ალაზის ველზე. იმიდან გუმბათიდან არის დაახლოებით 2 კილომეტრის ფართობში და იქ გავთხარეთ ესეთი სვეტებიანი დარბაზის გერმანელებთან ერთად მუშაობდით უკვე 19-ში, 20-ში, 21-ში კიდე შეგვიშალეს ხელი და აღარ გაგვათხრეინეს, ფულით ჩამოვიდა კაცი და ნებართვა არ მოგწეს რომ გაეთხარა. ეს უკვე ხო. დღევანდელი ამბავია. 8000 კვადრატული მეტრი არის გეოფიზიკური დაზვერვებით ჩავატარეთ და ეს ტერიტორია აი ამ დასახლებისა 8000 კვადრატული მეტრია. ჩვენ გავთხარეთ სულ რაღაც 1-200 კვადრატული მეტრი, რომელშიც 6 სვეტიანი დარბაზია. იქაც ზარისებრი ბაზისებია, მაგრამ სხვანაირი ორნამენტით განსხვავებული. და ამ ცოტა ხნის წინ კიდევ ასეთივე ბაზა, როგორც აი ეგ სააქლებოშია, აღმოჩნდა თკვრის მარცხენა იმისი ალაზის მარცხენა ნაპირზეც. იმისი ჭაბუკიანია სოფელი იმის სამხრეთით. კახეთი კარგად ალაზის პირას. როგორა? კარგად გქონდა დათვისებული კახეთი, აგემენია. საგარეჯოს რაიონია ესა. ხო და არაჩვეულებრივი ბაზისია. ახალი ტიპია, განსხვავებული ტიპია იმისაგან, რაც ადრე ჰქონდა. ტიპი რა, ფორმა იგივე აქვს, ოღონდ ორნამენტია სხვანაირი. სუბთელი ბაზა აღმოჩნდა ყორღანზე. ბრინჯაოს ხანის ყორღანია. თითქმის 15 მეტრის სიმაღლის ყორღანია ალბათ. და იმის თაზე ის იმ დროს დაიყო იმ კაცისთვის, ვინც მას აშენებდა. იქ დადგა. ალბათ სამლოცველო იქნებოდა. და კიდევ ასევე სვეტებიანი დარბაზი არის, საბათლო არის სოფელი. აი საქართველოს რუკარო არის, სულ ბოლო კუთხე აღმოსავლეთისკენ ალაზნის პირას. არის საბათლო სოფელი, იქაც აღმოჩნდა ორი ის სხვა ტიპის ბაზა, არაზარისებრი, მაგრამ ეგეთიც იყო იმ დროს რა. აი ამდენიც ეს 20 ჰექტარი ვთქვით ხო ბაღი ისა ეზო ესა ბაღი იყო ცნობილია რომ სპარსული ისინი ბაღებით იყო გარშემორტყმული ალაზის ველზე და იბაჟეც რა ქვიან ბოდიში ეს მტკვრის პირა იმაზე გეუბნებით ყარაჯაბირლიში და ალაზის ველზე მორწყვის გარეშე ხეს ვერ გაახარებდნენ. კლიმატის ცვლილებებით შევისწავლეთ არქეოლოგებმა კი არა, არქეოლოგიური მუშაობის დროს ჩვენ თანამშრომლობდით ყოველთვის ბიოლოგებთანაც და კლიმატის ცვლილებებით შევისწავლეთ. გაირკვა რომ ქრისტეშობამდე მე-7 საუკუნემდე იყო შედარებით გრილი და უფრო ნესტიანი ჰავა. შირაკში მდინარე იყო და ტბა იმ დროს. და წყლის მოყვარული მცენარეულობა ხარობდა. ეს ყველაფერი გვაჩვენა პალინოლოგიურმა ანალიზმა. იქ მასალის. და 14 ნასახლარი ვნახეთ შირაკში. 14. მაგრამ მერე დაიწყო მისი გაშრობა კლიმატის. გაშრობა დაიწყო და ტემპერატურის აწევაც. და მე-5 საუკუნეში დაახლოებით ისეთივე სიტუაცია დადგა, როგორც დღეს არის. შირაკში ცხოვრება წყდება. 14 ნამოსახლარი გაქრა. დღეს ის 14 ნამოსახლარზე მე-5 საუკუნემდეა ცხოვრება. ბრინჯაოს ხანიდან იწყება და მე-5 საუკუნემდე. მერე კრება. ალაზის ველზეც მთელ ტერიტორიაზე ძველი ნამოსახლარებია ბრინჯაოს ხანიდან მოკიდებული, მე-5 საუკუნეში იქაც წყდება ალაზის ველზე. რატომ? ერთ შემთხვევაში ვფიქრობ, შირაკში ეს მოხდა იმიტომ, რომ კლიმატი გაშრა ცხოვრება შეუძლებელი იყო და ის იქცა ზამთრის საძოვრად.
მოსახლეობა ხო აღარ არის. ხო, საძოვრებიც იყენებენ უფრო. ხო. და ალაზის ველზე ცოტა სხვა მდგომარეობაა. სასახლეს წყლის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ეს შეიძლება ამაზე შევთანხმდეთ. აბა ივითი რა ქვია ვედროებით ხო უტარებდეთ წყალს. ამოდენა იმისი მაგაც საიდან მოვიდნენ ისინი სპარსელები? ირანიდან ხო? ირანში მდინარე არ არის არც ერთი. დიდი მდინარე. თვითონ საკურთხევი სპარსეთში არ არის. მაგრამ ბაბილონი მდინარეზეა. და ეგვიპტე დაიპყრო მეორე კამბისმა 530 წელს ქრისტესშობად ეგვიპტე დაიპყრო. ეგვიპტეში და ბაბილონში არის უძველესი მსოფლიოში უძველესი ირიგაცია. ნილოსის დელტა და ეს. ეგვიპტე პირდაპირ ეგვიპტეზე დაპყრია რომ ის არისო იმის დაჩუქარიო რა ქვია ნილოსისო. წელიწადში ზაფხულობით 17 ივლისს იწყება იქ წყალდიდობა ირწყვება მთელი ტერიტორია იფარება წყლით და მეორე 17-მდე მერე წვიმაც არ მოდის. ამიტომ ეგვიპტელები, ძველი ეგვიპტელები აი ამ წყალდიდობის წყალს აგროვებდნენ იმაში და მთელი წლის განმავლობაში ხმარობდნენ. კალენდარიც კი 3 ნაწილად არის გაყოფილი. ჩვენთვარ შემოდგომა ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, ხო 4. იქ 3 სეზონია. მხოლოდ წყალდიდობის, მოსავლისა და აღების, მოკლედ საბათ არის გაყოფილი. უძველესი ხო, ესე იგი, სპარსელებმა ჩამოვიდნენ იქიდან და ეს წესი ჩამოიტანეს, მოიყვანეს ხელოსნები, როგორც ჩანს, ჰიდროტექნიკოსები და გააკეთებინეს აქ სარწყავი არხი. აი ცნობილი ალაზნის სარწყავი არხი თამარ მეფის არხს რომ ეძახდნენ, მისი კვალი დღემდეა დარჩენილი იმ არხის. ის საგანგებოდ შეისწავლა, ლოსაბერიძე იყო ესეთი ინჟინერი და ივანე ჯავახიშვილის რედაქტორობით გამოვიდა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის წიგნი, საცა ეს ჩადებული ეს კვლევა. არხის სიგრძე იყო 119 კილომეტრი და მორწყული ფართობი 53,000 ჰექტარი. კოლოსალური დღევანდელი თვალსაზრისით ძალიან დიდი სისტემაა. ამოდენა არხის მშენებლობა შეუძლია მხოლოდ ძლიერ ცენტრალიზებულ ქვეყანას. რატომ? ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი არხი გადის სხვადასხვა პიროვნების საკუთრებაზე. და თავში რომ ვიღაც ის არის ხო, იცლება. იბა ნება უნდა მისცეს რომ გაიარო და ბოლოს არა მარტო გაყვანა ექსპლუატაციაც ამისი მოითხოვს ზედა ძალაუფლებას, რომელიც აიძულებს ზედა მოსახლეებს, რომ მთელი წყალი იმათ არ გამოიყენონ და ბოლომდე ჩავიდეს. და ჩვენი დოკუმენტები რომ ნახოთ შუა საუკუნეების სამეფო სასამართლო იყო ხოლმე ჩართული აი ამ საქმეში. ვიღაცა ჩივის რომ იმადო გადაიყვანაო წყალი ჩვენთან აღარ ჩამოდისო და ასე შემდეგ. ეს თანამედროვეობაშიც ვახსენდება ხოლმე აქ პრობლემა ხშირად არის. აი ეს არხი, რომელსაც თამარ მეფეს მიაწერენ. და მართლაც არა მარტო ივანე ჯავახიშვილს, ნიკო ბერძენიშვილიც თვლიდა რომ ეს იმიც რა ქვია შუა საუკუნეების აი ამ წყირვალ ეპოქის ძეგლიაო. როგორც ჩანს არ აკადემიების აშენებული. ხო, ანუ არსებობდა ჯერ კიდევ იმიტომ რომ ხო გეუბნებით ამ არხის გარეშე იქ სასახლე ვერ იარსებებდა და იმ სასახლე იარსება 100 წელი 150 წელიწადი სულ ცოტა. ყარაჯამირლის მთელი ეს სასახლე დაცა მშვიდობიანად წავიდნენ მე-4 საუკუნის ბოლოს. ესე იგი
331 წელს ხო ალექსანდრე მაკედონელმა დაამხო ირანის იმპერია და აი იმის მერე წავიდნენ აქედან სპარსელებიც და ადგილობრივი ხალხი შევიდა იქ იმ სასახლის ოთახებში და ერთ-ერთი ოთახი იმისი პროპილეუმი რო გითხარით იმის ერთ-ერთ ოთახში ადგილობრივი გლეხი ცხოვრობდა როგორც ჩანს ის ხო რა გავთხარით იმისი მეოთხე-მესამე საუკუნის მასალა ვერ გაარჩევთ იმ მასალისაგან რაც ამ დროინდელ ქართლში და კახეთში გვაქვს ვერ გაარჩევთ ეგ ტერიტორია როგორც ჩანს ახალშექმნილი მე ქართლის სამეფო შეიქმნა იმის შემადგენლობაში შემოვიდა აზერბაიჯანში მუღანის ველია ყველაზე დიდი ველი მუღანის ველზე გადის არხი და ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან თუ 40-იან წლებში გასულ მე-19 საუკუნის საბჭოთა პერიოდში რა გათხრების დროს აღმოჩნდა არხი რომელიც არქეოლოგიურად დათარიღდა ქრისტეშობამდე პირველი 1000 წლების შუახანებით ეს პირდაპირ დოკუმენტური მაჩვენებელია იმისი რომ ეს სპარსელებმა ააშენეს იმიტომ რომ იმ დროს სახელმწიფო იქ არ არსებობდა სხვა ერთადერთი ძალა რომელიც შეძლებდა ამის გაკეთებას იყო ის მე-11 სატრაპია აღაიან ისა მუღანის ველზე მაგრამ მუღანის ველზე ახლა საძებნელია სასახლეც დასახლება ჯერ არ უპოვიათ და პირიქით იმ ყარაჯამილის მიდამოებში შამქონის ვერძე საჭიროა არხის კვალის მოძებნა ნამდვილად ეკაც უნდა ყოფილიყო აი ალაზანზე უკეთესად აქვს საქმე და სხვათა შორის სტრაბონი რას წერს ხო იცით აი იმ ტერიტორიაზე სპარსელები რო წავიდნენ იმ ტერიტორიაზე სამხრეთ აზერბაიჯანში შეიქმნა ატროპატენე საიდანაც მოდის თვითონ აზერბაიჯანიც საიდანაც მოდის სიტყვა აზერბაიჯანი ატროპატენე ადარბადაკანად იცა მერე აზერბაიჯანად ეგ სახელი თორემ მოსახლეობა შეიცვალა. ეხლადელი მოსახლეობა თურქებია და ეს თურქები აქ მე-10 საუკუნეში მოვიდნენ. და ალბანელები ფაქტობრივად აღარ არსებობენ. ალბანელები არსებობენ უდების სახით. ერთი სოფელი საქართველოსია და ორი კუტკაშენი და ვართაშენი იმაში რა ქვია აზერბაიჯანშია. ხალხში ბაბაევი რო ახსენებე, ბაბაება 2088 წელს კონფლიქტი რო დაიწყო სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, იმათ გასახლებას უპირებდნენ. ეს გადაეფარა და გადაარჩინა ეს ორი სოფელი და ქართულ ეგენეო ძველი ალბანელების შთამომავლები არიან და ქრისტიანები არიან ისინი. და ენაც შეინარჩუნეს ალბანური. მე სხვა რამე მინდოდა მეთქვა. ალბანეთის სახელმწიფო შეიქმნა პირველ საუკუნეში ქრისტეშობამდე. და სტრაბონის წერს ალბანეთზე, რომ ალბანეთი ირწყვება უფრო უკეთ ვიდრე ეგვიპტე და ბაბილონიო. ალბანეთის სახელმწიფოს დახვდა უკვე მრავალ საუკუნოვანი ტრადიციად მორწყვის. იქ დახვდა. საქართველოს კი გაიმეორა. ესე იგი როგორც ხო ჯერეთი იჯერები ალბათ ჩამოიყვანეს და ჩამოყვანის წესი ქონდათ პერსეპოლისში მუშაობდნენ დოკუმენტებიდან ვიცით იქ წერილობით ბაბილონელები ის რა ქვია ბაქტრიელები ლიდიელები ლიკიელები იონიელები ბერძებს ყველანი მუშაობდნენ იქ და თავისი კულტურა ასე ვთქვათ მოყვება ადამიანს თავისი ეს ყველაფერმა ერთად და დაკვეთა იყო სპარსული აი ამ სპარსულმა დაკვეთა და ძველმა მემკვიდრეობამ ძველ აღმოსავლურმა და ბერძნულმაც ეგვიპტურმაც მოგვცა ის კულტურა რომელსაც აქემენიდური კულტურა ქვია ამ აქემენიდურ კულტურაში ჩართულია საქართველიც. ქართული კულტურა დაებსგავს ამ აქემენიდებს და გახდა ისეთივე როგორც სხვა. და ეს თავისუფალი ვაჭრობა ნაკლები მშვიდობიანი ყოფა შედარებით მშვიდობიანი უზრუნველყო ამ დიდი ერთობის შექმნა. და ალექსანდრე მაკედონელმა კი გააგრძელა ეს საქმე. და ეს ერთიანობა კიდევ უფრო გაღრმავდა
და მაგას შეგნებულად ცდილობდა ალექსანდრე ამის დოკუმენტურად რომ შეერწყა ბერძ ელინური და აღმოსავლური. აი ამ შერწყმა მოგვცა ელინიზმი. საქართველოს თავისი ამ საქმეში თავისი განსაკუთრებულობა აქვს. თუ ელინიზმზე ლაპარაკობთ მარტო ალექსანდრეს შემდეგ, საქართველოში ელინიზაციის პროცესი დაიწყო უფრო ადრე. იმიტომ რომ უშუალო კონტაქტით ბერძნებთან. ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში. ერთდროულად არის ირანული შემოდის და შემოდის ბერძნულიც. ეს დაიწყო ადრე. ეს გამოჩნდა მერაბეში. კერძოდ იმაში, რომ ბერძნული ენა გავრცელდა და დამწერლობა. უკვე მე-5 საუკუნიდან. სპარსი ირანიდან კი გავრცელდა არამეული დამწერლობა და ენა. და ეს ორი ენა და ორი დამწერლობა იხმარებოდა საქართველოში ქართული დამწერლობის შექმნამდე უამრავი, ესე იგი, არაბეული წარწერები, არაბეოგრაფიკული წარწერების არმაზული ადგილობრივი უკვე ეს ფაქტურად ადგილობრივი დამწერლობა იყო. ბილინგვა როა იცნობენ. ბილინგვაც არის და არამარტო 50-ზე მეტი წარწერაა საქართველოში დაპოვნით. ბერძნული ბევრად მეტი. აი ეს მოხდა. ხელოსნების გადმოყვანა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როგორცაც ბერძნებიც შემოდიოდნენ. და ქართველები ასეთივე სასახლეებს არა მარტო იმ სასახლების მშენებლობაშიც ალბათ იღებდნენ მონაწილეობას. ინჟინერი იყო მოსული, მშენებელი, მაგრამ მუშა ხო ჭირდებოდათ იქ. აქ ადგილობრივებს და ამუშავებდნენ ამის იმ არხის გაყვანაში. ჰიდროტექნიკოსი თქვათ ბაბილონელი იყო ან ეგვიპტელი და გაკეთებელი ქართველი ხო? შემსრულებელი აქ ადგილობრივი და ყოფილიყო. ან იძულებით, ან ის დებარდებით. ესე იგი ეს კულტურა გავრცელდა და ქართლის ხო, დასავლეთ საქართველოში მორწყვა უფრო მორწყვის წყლის მოცილება ურჩევნიათ. მაგრამ აღმოსავლეთში შიდა ქართლის დიდი ველები, მუხრანის ველი, თქვათ ბოდოღლაურის ველი და ეს ისინი ცისპირა ზოლში მორწყვა ადვილია, იმიტომ რომ მდინარეები გამოდის და იქვე ადვილად მორწყავდა. ამ დიდ მინდვრებს ეგრეულად ვერ მორწყავ. მაგრამ აი იქ გამოცდილებამ რაც მოიტანა, აქაც აშენდა. და შიდა ქართლში ესაც შესწავლილია იაზეკი კვიზებს შეისწავლა თავის დროზე ესა და იმად დაასკვნა რომ ესო ქართულ სახელმწიფოს ქართლის სამეფოს მაშინ ვიცოდით რომ იქაც უზარმაზარი შრომაა დახარჯული. აქ თუ ხო გითხარით ზომები, აქაც კარგი ის არის, მაგალითად იმისი ურბნისის რო გაიყვანეს, ლიახვიდან არის გამოყვანილი რო. იცი როგორია, ის ქართლის ველი როგორია, ისე კავკასიონის კალთებიდან მოდის და ღრმავდება თანდათანობით. მერე ისე მაღლა მიდის და აქ არის კვერნაქის ქედი. ესე იგი ორი ფერდობია. თუ იქ დინარები კავკასიონიდან ჩამოდის, ხო? იმის მორწყვა შეიძლება მარტო ერთი მხარის. აქეთ ამ მხარეს თუ გინდა მორწყვა, როგორმე უნდა გადმოიყვანო წყალი აქეთ. მაგრამ ამისათვის რუსხმულებს აშენებდნენ. რუსხმული რა არის? მიწაყრილს კეთდება მიწაყრილს რომელიც ამაღლებს გადაატარებენ ამ და ჩაღმებულ ადგილას. ეს მიწაყრილები გაკეთებულია მუხრანშიც, მუხრანის მიწაყრილიც და იქ ურბნისისაც. ურბნისის მიწაყრილის სიგრძე არის 5 კილომეტრი, სიმაღლე 8 მეტრი და მოცულობა 300,000 კუბიკური მეტრი მიწა სადღაც მოთხარეს, მოიტანეს, დატკეპნეს, ააშენეს ესა და ზედ გადაატარეს არხი.
უფრო დიდი არის მუხრანის რუსხმული. აი ასეთი კოლოსალური სამუშაოს შესრულება ვის შეეძლო? სახელმწიფოს მხოლოდ. ხო და კიდევ ერთი რამე ოთარ ლოთქიფანიძემ თავის დროზე დაარქვა ურბანული აფეთქება. ხო. ქალაქების მშენებლობა მე-4 საუკუნეში ქრისტეს შობამდე ქართლში. ურბნისტის ქალაქი შეიძლება არსებობდეს სასოფლო-სამეურნეო გარემოების გარეშე ვერა? ხო, არა, რა თქმა უნდა. ვერ იარსებებს. თუ ეს არ მოირწყებოდა, ქალაქი ვერ იარსებებდა. და რომელი უსწრებს ის კიდე საკითხავია. ქალაქი უსწრებს ამას თუ პირიქით ჯერ ეს მოხდა და მერე ქალაქი. ეროვნული პროცესია როგორც ჩანს ეს. აი ესეთი ათვისება მოხდა აქემენიდების საშუალებით და დროს. როგორც ჩანს, იმ სახელმწიფომ, რომელსაც აქემენიდები ვარაკანას ეძახდნენ, იმათ ააშენეს. და ერთობლივად თელი ეს რა ქვია თუ ცენტრი ადრე იქ იყო, იმიტომ რომ საბერძნეთთან კონტაქტი იყო წამყვანი ამ შემთხვევაში. აქემენიდების დროს ცენტრმა გადმოინაცვლა აღმოსავლეთისკენ. სახმელეთო ვაჭრობა გაცხოველდა და იონი გახდა და როგორც ჩანს აქემენიდების წასვლის შემდეგ უკვე ჯერთი ცენტრმა აქეთ გადმოინაცვლა. ახლა ხან ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მანანა სანაცის კვლევა ერთი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩანს, რომ ქართულ წყაროებში მოძებნა იმან ხსოვნა იმისი შემორჩენილი, რომ აზო, ვინც პირველი მართველი იყო ქართლისა, ფარნავაზამდე, ირანიდან დევნილი იყო. ესე იგი დაახლოებით იგივე მოვლენა მოხდა, რაც ატროპატენაში და პონტოში. პონტოელებიც, პონტოს მმართველები თავის თავს აქემენიდების თამოვლება თვლიდნენ და ატროპატენა ხო ნამდვილად სატრაპი იყო, სატრაპი იყო, გააგრძელა იქ მმართველობა. ალბათ დაახლოებით იგივე მოვლენა მოხდა ქართლშიც. ანუ ელინისტური ხანის ტიპიური სახელმწიფო ფორმირების წინ, ესე იგი შეიქმნა ამ დროს აქემენიდური ნანგრევებზე ელინისტური ტიპის სახელმწიფო შეიქმნა. რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ტრადიცია ფარნავას უკავშირებს. იქ უკვე სხვა პრობლემა. დემოგრაფიული ცვლილებები მოხდა დიდი ძალიან. გითხარით რომ დაიცალა შირაკი, საწავიდოა ის ხალხი. სადაც პირობები იქნებოდა. მორწყვას უკვე მორწყვობს შირაკაშედი გამოიღო. იმ მიწის, მორწყვული მიწის დამუშავებას უფრო მეტი ხალხი ჭირდება, მეტი ვიდრე მოსახლეობა იყო მანამდე. იმიტომ წყებს გამოყავს საქონელი და ერთი კაცი დიდ ტერიტორიას ითვისებს. მორწყვული ტერიტორია უკვე ეგეთი არ არის. იმას მოვლა ჭირდება. ბაღვენახების გაშენებას მეტი შრომა ჭირდება. მეტ შრომას მეტი მოსახლეობა ჭირდება. აი ეს მოიზიდა ამ მშენებლობა ქართლში მოსახლეობა. იქიდან აყრილი ხალხი შეიძლება გადმოსახლდა. მთიდან ჩამოვიდა ზედმეტი მოსახლეობა. ზემო იმერეთიდან, რომელიც უმიწოა. ზემო იმერეთი წესით არის ყველა საქართველოში ყველა ესეთ იმას რეგიონს თავისი მთა აქვს და ბარი. აი იმერეთი, ზემო იმერეთი ქართლის ბარია. იქიდან ხალხი აქეთ გადმოდის და არა კოლხეთისკენ. არა ისი რა ქვია ჭაობიანი ტერიტორიის აქეთ გადმოდის. ხო მიწათმოქმედება აქეთა. გვარები რო ჩამოთვალოთ ქართლში გვარები სუიმერეთიდან გადმოსულებიან უამრავი. მერე კიდე ერთი ეს უკვე სერიოზული აღარ არის, რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ კასპიის ზღვას ხო ქვია კასპიის ზღვა. და თეროდოტე წერს, რომ მე-11 სატრაპში კასპიები ცხოვრობდნენ. ამ კასპიების კვალი არის კასპიის ზღვა. კასპიის ზღვა არის მაგათი კვალი. საინტერესოა ეს კასპიის ეტიმოლოგია, რა თქმა უნდა დაკავშირებული მაგასთან. კასპიის ეტიმოლოგია. ვინ იცის?
არის გაკეთებული ესეთი ეტებობა. არ ვიცი. არა. ზუსტად არ ვიცი, ესე რომ ვერ ვიტყვი ვერაფერს ნამდვილად. ესე იგი, ესეთი ზღაპრები კი ვილაპარაკეთ ახლა, მაგრამ ნამდვილი რეალობაა. ახლა ქართლის ერთ-ერთი და მაგაზე დავამთავრებთ. ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც არქეოლოგიურად შევისწავლეთ, ეს არის საბადლო დასტაგისი. ეს არის დღევანდელი ქსნის სადგური რო არის, ქსნის დასახლება, იმ ტერიტორიას დასტაგისი ქვია. მოქცევა ქართლისა იწყება ასეთი, რომ მოვიდა ალექსანდრე და ებრძოდა სარკინე ქალაქს 11 თვე და თვით დადგა ქსასაზე და სავენახი და რუი გამოიღო ქსნით და დასხდა კაცი ბერუვენი დასტაგითა რუისაითა. აი ესეთი შანაწერია. დასტაგისი ქსნიდან ქსანი ზუსტად ამ დასტაგიში გის გვერდით ერთვის მტკვარს. მაგრამ დასტაგისი 20 მეტრით მაღლაა იბრუზე. ესე იგი, იქ წყლის აკაჩვა წარმოუდგენელია. იქიდან არც ზეითხოვ ვერ აიყვან. ესე იგი, თავის დროზე 63 წელს საბაზე ვფიქრობდით. მე და იაზო კიკვიძე ვლაპარაკობდით ხოლმე ამაზე. თხოვე მე ჰიდროტექნიკოსების ოჯახში გავიზარდე. მამაჩემიც ჰიდროტექნიკოსია, ჩემი დაც და ბიძაჩემიც. ხო და იბიძაჩემს თხოვე რომ თან მონაწილე ალაზნის ახალი არხის მშენებლობისას და მუხრანის არხიც. და მუხრანის არხი ძველ მიწაყრილზე გადის. და ქართლის მოსარწყავი ის ურბნისის რუთ ძველ მიწაყრილზე იმ ხანაში აშენებული იმაზე გადის დღევანდელი რუც. გამოირკვა, ხო, დასტაგისი, ესე იგი, უწყლო ადგილია სულიად, მაღალია. წყალს 20 მეტრის სიღრმიდან ვერ ამოიყვან, ვერც მტკვრიდან, ვერც ქსნიდან. ქსანი უნდა რომ გამოდის იქ, რა ქვია, ხეობიდან, იქიდან უნდა წამოიყვანო. იქიდან 100 ჰექტარია სულ ეს დასტაგისი. 100 ჰექტარს რაღაც 1 მეწვა წყალი ჭირდება. იმისთვის ამ მუხრანის რუს დაყრას აზრი არ ქონდა. ირკვევა რომ მუხრანის რუსხმულიდან არის გამოყვანილი ეგ რო. გაიგე ეს რუსხმული ხო გადმოდის აქეთ ხარეს. იქიდან არის გამოყვანილი ეგ რო, მისი კვალი დღემდე ჩანს. ესე იგი, ხო და დასტაგისში გათხრებით ჩატარდა, საბადლოში ჩატარდა, საბადლოში მე-4 საუკუნეში ქალაქია. ქრისტეს შობამდე. მუხრანიც რომ ამ დროს უკვე არსებობს. მუხრანი. ნამდვილად. ესე იგი ეს საქალაქო ხო ერთი რამე კიდე აუცილებლად, აი ის ელინიზაციაზე რო თქვი რომ ადრე დაიწყო. სასახლეები, რომელიც სპარსული წესით არის აგებული, ალიზით და ის თლილი ქვა არის გამოყენებული და ის რაც იქიდან მოვიდა, რაც აქ ისწავლეს ქართველებმა. კი წავიდნენ და იღებდნენ მონაწილეობას ამ მშენებლობის დროს და გადმოიღეს. უკვე მე-5 საუკუნეში საბადლოზე კოშკის ტიპის სამლოცველო აგებული, ზუსტად ისეთი როგორც ირანში. ხო და ნუ შემდგომშიც ხო თქვით არა რომ ეს კავთისხევი თქვით სამტრედიაში კი არა ზესტაფონში ვანში არის ნაპოვნი სპარსული ტიპის სვეტების ფრაგმენტები და ყველაფერი. მაგრამ ელინიზაციაც იგრძნობა პლუს ამასთან. გრამიტით იყო დახურული. ხო. მაგ სტრაბონიც ხო აღნიშნავს მე იბერიის სამეფოზე. ო, სტრაბონიც წეს მაგას. არც ერთი ნატეხი კრამიტისა სპარსულ სასახლეებში არ გვინახავს. ბერძნულია. ირად არის ეს კრამიტი. კრამიტი არის წმინდა ბერძნული მოვლენა. სახელიც ბერძნულია, კერამიდოს არის თიხის ესე იგი. კრამიტი შემოვიდა მე-4 საუკუნეში ქრისტეს შობამდე საბერძნეთიდან და გებით მოიტანეს ალბათ როგორც ბალასტი დატვირთეს
იმიტომ იქიდან სარიელი მოდიოდა გები და დატვირთეს კრამიტით მოიტანეს აქ კრამიტი გამოიყენეს ჩვენ გვჭირდება კრამიტი წვიმები იცის სპარსეთში არა წვიმს ხო და ჩვენი სასახლეები არის კრამიტით დახურული უკვე მე-4 საუკუნის ბოლოდან მე-4 საუკუნიდან ირანში არა აი იგარი ელინისტური ხანის დასაწყისი და ესე რელიგიაშიც ხო და ცესტაყვანისმცემლობა პირდაპირ ხო როგორც ჩანს ბაზდიანობის რომელიღაც სახეობა შემოვიდა ჩვენში თანაც ირანშიც ძალიან პოპულარული იყო ძველი ირანული ღმერთები მითრა და ანაჰიტა არდვისურა ანაჰიტა ეს ორივე კულტი შემოვიდა ბაზდიანობასთან ერთად. ბევრი ცვლილება მოხდა, აი ვარაუდით ვლაპარაკობ, და დაფიქრება არის საჭირო. ვანის, ითხვისის, საირხის, ტახტიძირის მდიდრულ საბარხებში იმ დაკრძალულთან ერთად მსახურებია ჩაყოლებული. აყოლებდნენ თან. მე-5 და მე-4 საუკუნეში. აქემენიდების ამის შემდგომ ხანაში ეგეთი შემთხვევა აღარ ჩანს. ჯერთი ბაზდიანობის წესით სხეული არის ბიძური და არ არის ესე იგი. ხო, ღიაცის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ღიაცის ქვეშ და ღიაცის ქვეშ და კლდეში. კლდეში საცა მიწას არ შეეხებოდა. არ ვიცი ეს დაკავშირებული ამასთან ეს თუ არა, ნუ შეიძლება უბრალოდ სოციალური განვითარება ისე მოხდა, რომ იმის ჩაკვლას აგეთ ცოცხლად დატოვება ჯობდა. კოლხეთშიც ხო არის ეს ცნობა, რომ ხეებზე რო კიდევდნენ ესაც არის, ესაც არის ამასთან დაკავშირებული თუ არა. ეს ყველაფერი საკითხებია, რომელზედაც უნდა ვიფიქროთ. საფიქრებელი უფრო მეტია, ვიდრე გაკეთებული საქმე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მასალა ამ ფიქრისთვის გვაქვს. და ეხლა ახლების საქმეა რომ გააგრძელონ ეს საქმე. ხო, სხვათა შორის კიდე ისაც მე შეიძლება ვთქვათ შავ ზღვასაც გურგანის ზღვას უძახიან. მე-10 საუკუნის სპარსელი გეოგრაფოსი შავ ზღვას ქართველების ზღვას ეძახის. ხო, იმიტომ რომ მაგ დროს უკვე ანის აშკარად დამკვიდრებულია ქართული სახელმწიფოებრიობა ხო შავი ზღვის სანაპიროზე და მათთვის ყველაზე ახლო ქვეყანა რომელიც შავ ზღვაზე გადის საქართველო არის. შესაბამისად კი მაშინ გეოგრაფიული მეფს ანიჭებდნენ ხოლმე სახელებს მაგის მიხედვითაც. თუნდაც აი ანტიკურ ხანაშიც პონტოს რომ მოწოდე პონტოს სახელმწიფოც არსებობდა იმიტომ რომ იმას ზღვის მიხედვით ერქვა სახელი და გურგანისა გამოდისო საქართველოს მიხედვით ერქვა მაგ შემთხვევაში რა. ანუ შეიძლებოდა ზღვასაც მიეცა სახელი აკეთ. თუ არა და პირიქით. აი არხებზე ხო ვლაპარაკობდი. ეხლა ვიბუშავე და იმიტომ ცოცხალია ეს ჩემში ეს ამბავი. კიდევ ერთი არხი ძალიან ქალაქი რუსთავი. რუსთავის ციხის ძირში ციხე აშენებულია იქ, სადაც მტკვრიდან გამოყვანილი არხი. ਰੂ. ქართულად არხს ქვია ਰੂ, არხი არ არის ქართული სიტყვა. ნასესხობა ਰੂ და ამან მისა ქალაქს სახელი რუსთავი. ქართლის ცხოვრება წერს რომ ესა თრდატ მეფის აშენებული. ყველაფერი თრდატს მიეწერება. თრდატ იყო იმისი ბირიანის შვილიშვილი. რომელმაც 5-ოდე წელი იმეფა მე-5 საუკუნის დასაწყისში. აი როგორ მოასწრო ამდენი იმის საქმეები. ნუ ყოველ შემთხვევაში თავის დროზე ნიკო ბერძენიშვილი თვლიდა რომ ეს უფრო ძველია ეს არხი ვიდრე თრდატის არხი. ერთი თავისებურება ახასიათებს ამ არხს. გამოყვანილია მტკვრიდან, გადადის მერე ყარაიას ველზე, რწყავს ამ ყარაიას ველს და მტკვარს კი არ უბრუნდება. ჯადარის ტბაში შედის და ჯადარის ტბიდან ხო მიდის წყალი, ივსება ეს გადმოდის წყალი და იქიდან მერე მტკვარში ჩადის.
და ერთი პირობა ელექტროსადგურიც კი ააშენეს იქ ამ წყალზე. ტბა, ხელოვნური ტბა. ეგ არის წყალსაცავი. ნამდვილად ეგრეა. ეს მიდის წყალსაცავში, როდესაც ყარაიას მორწყვა არ ჭირდება, ეს წყალი ავსებს ყარაიას ჯადარს და ჯადარიდან ირწყვებოდა მისი სამხრეთით მდებარე დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჯადარის ველი, რომელიც ჯერნის ველი ქვია კიდე იქ, ჯერაგულ თუ რაღაცას ეძახიან. ეხლა ის აღარ ირწყვება. საერთოდ წყალსაცავი საშუალებას აძლევს ნაკლები წყალგამტარობის არხით მეტი ფართობი რომ მოერწყას. იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც არ ხმარობ, ის გროვდება და იმას ხმარობ. აი ესეთი მოვლენა. ეს არის ერთადერთი კავკასიაში, ერთადერთი წყალსაცავიანი ძველი სარწყავის სისტემა. ფიქრობ, რომ ეგაც ამ დროს არის გაკეთებული, იმიტომ რომ წყალსაცავები იქ კარგად იცოდნენ ეგვიპტეში, ესე იგი ირანში. და კიდევ ერთი სისტემა აქვს. თვითონ ირანში რომ მდინარეები არ არის, იქ აკეთებენ ქარეზებს. ქარეზი რა არის? გვირაბებია გათხრილი მიწისქვეშა და ეს წყალი გროვდება იქ და გამოდის ბოლოში სუფთა წყალი. საქართველოში არის ქერეზები. ჩვენ სულაც არ გვჭირდება ქერეზება რა არის. ანუ დედოფლის წყარო. ხო. თითქმის 1 კილომეტრის სიგრძის გვირაბი არის გაკეთებული, ბოლოს 7 მილიონი წყალი გამოდის. შეიძლება რაღაც პერიოდში საჭიროება იყო ალბათ რაღაც პერიოდში საჭიროება რა რო გააკეთეს. რო არ ყოფილიყო ხო არ რატო იტვალებდნენ. მე მახსოვს თქვენი ფილმიდან, დოკუმენტური ფილმი დედოფლის გორაზი არის ოღონდ ისა თქმა უნდა, პროგვიანდელ პერიოდზეა, რომ კლიმატიო სხვანაირი იყო აშკარათო მაშინო, იმიტომ რომ ისეთი მცენარეები და ცხოველები და ესე ხო, რომ აბსოლუტურად უფრო მაღალი ტემპერატურა იყო ვიდრე დღეს. აი ხოდე გათბობა დაიწყო. და ამ დროს მერე დაქვეითება დაიწყო და მე-17 საუკუნეში ახლა ნიკო კეცხოველს დაწერილი აქვს ამაზე, რომ მე-17 საუკუნემდე ზეთისხილი ჩვეულებრივი ხილი იყო ქართლში და კახეთში. მერე გაქრა. ეხლა შესაძლოა ისევ დაიწყოს. ეხლა ხელახლა დაიწყო, რატო? დათბობა დაიწყო. ჩემ ბავშვობაში მტკვარი ყოველ წელიწადს იყინებოდა. ყოველ წელიწადს. თოვლის მოდიოდა. თოვლის მოდიოდა, მართალია. ეხლა სადღაა ეგ ამბავი? რომელ წელს იყო? 10-ში თუ 9-ში შემოვიდნენ თურქეთიდან ხალხი ქართველები. აქ კახეთში წავედით ერთად და მოეწონათ ის ადგილი. ძალიან კარგიაო ზეთისხილისთვისო, გაიკითხეს. და მართლა გაშენდა ხო? კი, ხა იყიდება ზეთუნის ზეთიც არის. მერე სვანეძემ კიდე ბევრი ახლა ზეთისხილი გამოდის ქართული. არაჩვეულებრივ ჯობია კიდე იქაურს. კი, ზეთით ამბობენ რომ ერთ-ერთი მაღალი ხარისხისაა. ესე იგი ზეთისხილი თანაც საინტერესოა, ზეთისხილი ქვია პირდაპირ. ქართულადაც. ისეც ანტიკურ ხანაში ხო ეგ იყო რა ცხიმის ძირითადი წყარო რა ანტიკურ სამყაროს. ო, არ ვიცი. შიდა ქართლში აი ბასი ქსის ხეობაში ხო ძალიან ადრე დაიწყეთ სიარული. ჩემი ასე ვთქვათ სამსახურში რომ მივიღეს პირდაპირ იყო დავალება რომ და ახალგორის განძე და ამაზე მემუშავა. ქსის ხეობაში ბევრი ვიმუშავე ძალიან. ეხლა აღარ იმუშავებთ. აღარ შეხვა და ერთადერთი ვარ რომელმაც 2006 წელს 2006-ში უკვე სამშვიდობო ძალები ეგრეთ წოდებული იდგა და უკვე პრობლემა იყო იქ შესვლა. ერთადერთი ქართველი არქეოლოგი რომელმაც ლიახვის ხეობაში გათხრები ჩაატარა. ქემერთში ქონდა გათხრები. ეხლა იქ სოფელი აღარ არსებობს. 11 სოფელი იყო ლიახვის ხეობაში და სუახვეტეს. ეხლა რაც ბუჩაში გაკეთდა უკრაინაში, იგივე ამები ხდებოდა მოხდა საქართველოშიც.
მან რა არქეოლოგიური ძეგლი იყო? მან რა არქეოლოგიური ძეგლი იყო, რაზე მუშაობდა? არქეოლოგიური ძეგლი იქ ადრე შუა საუკუნეების სასაფლაო გაითხარა. საინტერესო. ხო, არქეოლოგიური ძეგლები სავსეა კაცო, რა სამო. იქ იმაში ქსის ხეობაში არა მე სხვა რამეზე მინდოდა მეთქვა. ნუ ხახალგორის განძი, ყაჩაეთის სამარხი, ყაჩაეთის მასალა ასპირანტი ვიყავი მე როდესაც ჩამოვიტანე იქიდან ქსის ხეობიდან. ხო და მე-4 საუკუნის ის არის დიდრული სამარხია. ქრისტეშობამდე. ყველა სოფელში იყოს უზარმაზარი დოლაბები დიდი, რომელიც ბრურავს ეს წრეზე და ზედსახტელები. ზედსახტელები რის გაცხდიდა თუ იცი? ნიგზის ზედსახტელები. ნიგზის. ხო, მე როგორც მახსოვს დედოფლის გორაზეც იყო ნიგზის ისა, ხო, კვალი? დედოფლის გორაზეც იყო როგორც მახსოვს, აი თაგვისის რო შეისწავლეს მაშინ იქ რო ნიგოზი გამოიყენებოდა რა იმ კაცს. შეიძლება. მახსოვს არქეოლოგიაზე როცა იყო საუბარი, ხო, რატომაც არა ნიგოზის იხსნა ყურძნის წიფწისაც კი იხდება და ნიგოზი გამოიყენებოდა ალბათ ამოგის. ზეთისხილი სხვა არის. ხო, ზეთისხილი რა თქმა უნდა. ელინისტური პერიოდი პრინციპში უფრო შემდგომ პერიოდში ან ქართლის სამეფო ძირითადად მაინც ელინისტურ პერიოდზე მოდის, რომელშიც ხდება ჩამოყალიბება, მე უკვე რომაელები გვაქვს და მე მგონი უკვე კიდე ცალკე პერიოდი არის ეგ საერთოდ, რომელზეც ცალკე საუბარი არის საჭირო, იმდენად რომის შემოსვლაზე, ხო, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეგ ცალკე უზარმაზარი თემა არის და ჩემთვის ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც უფრო ეს პერიოდი არის რომაელების, განსაკუთრებით ბევრი საინტერესო ისტორიული ძეგლიც გვაქვს, რომელიც ყველაზე უფრო ცნობილია საზოგადოებისთვის შედარებით, ვიდრე მაგალითად აქემენიანთა პერიოდის ეს ძეგლები, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩვენ მსმენელებს უმრავლესობას არ ცმენია ეს ძეგლები. ეხლა ივან შემოგვითვალა ფლორიან კნაუსმა. ფლორიან კნაუსი არის მოკლედ ჩვენ ხელში გაიზარდა ასე თქვა საქართველოს. გერმანელი არქეოლოგია, ხო? გერმანელი არქეოლოგია ყველაზე ცნობილი აქემენიდური ხანის ყველაზე ცნობილი არქეოლოგია მსოფლიოში. კავკასიით გახდა ეგრე ყარაჯამირლი და ჩვენი ძეგლები მაგან გაიტანა ასე თქვა. ხო და დაფკვირდა კი არა, შემოგვითვალა რომ ფულს ვიშოვიო და ჩამოვალო გათხრებზეო 27-ში. 27 წელს. იქ ჭაბუკიანი რო გითხარით იმის გასათხრელად. და აქეთა მხარეს უკვე ეს მეორე გერმანელი კაი კანიუტი იყო, რომელმაც აი ბოლოს ჩაგვიშალეს. ხო. ხო და ეგ სად იყო? კახეთში იყო ეგ? კახეთში ერთად მუშაობდით აი ამაზე, სააქლებოში. სააქლებოში და კიდევ ვიპოვეთ ერთი მაგისთანავე ძეგლი სააქლებოდან ერთი 300 მეტრის მოშორებით. გაიქნებოდა ისე ან მაგ პერიოდის ძეგლებზე თითქმის აი სოციალურ სივრცეში საზოგადოებაში ძალიან ცოტაა ცნობილი ზოგადად აქემენიანთა პერიოდისა რამდენი რაღაცა არის საქართველოში რა მაინც არის და არ ვიცოდით უბრალოდ ხო ამას მოგეუბნებით 4 წელიწადი ვეძებდით 92-ში 94-ში და 15-ში რო ვიმუშავეთ გუბათში იქი გავთხარეთ აქემენიდური მე მთელი ისეთი ობიექტები შირაკში ვნახეთ რამდენიმე ვნახეთ ვერსად ვერ ვიპოვეთ გორებზე ვეძებდით ეხლა ესე იგი მარტივად BBC ყარაჯაბირლის შემდეგ გუბათი ხო გაითხარ გუბათი ვიცოდით რომ არსებობს გუბათის გათხრის შემდეგ უკვე ვნახეთ სად უნდა ეძებო და ვნახეთ ისაც რაც ვეძებეთ კიდე ხო გითხარით კიდევ ორი სააქლებოს შემდეგ კიდევ ერთი ვნახეთ ეგეთივე ძეგლი და მოკლედ არის
მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მე თვითონაც უნებრივია მოვიძიებ ხალხი მაგის არქეოლოგიურ ანგარიშებს, იმიტომ რომ ეს პერიოდი ზოგადად ცოტა არ იყოს და ბუნდოვანია ხოლმე და მინდა რომ იგივე სტუდენტებმაც იცოდნენ ამის შესახებ და საზოგადოებამაც რომ გვაქვს ჩვენ აი ამ ძალიან დიდი ცივილიზაციის, რომელსაც წარმოადგენდა აქემენიანთა ირანი, ძალიან მჭიდრო კავშირი. ამიტომაც მედი მაქვს ბევრი მოусმენთ ამ ეპიზოდს და შესაბამისად შემდგომში კიდევ ვეცდები რომ არქეოლოგიურ თემებზე დაგიბრუნდეთ ხოლმე, იგივე ელინისტურ ხანაზე და რომაულ პერიოდზე განსაკუთრებით. იმედი მაქვს ახალგაზრდა არქეოლოგებიც ჩაერთვებიან ამ პროექტში. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის, დაფასებისთვის. მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით და გველოდეთ ახალი ეპიზოდებით დაგიბრუნდებით, მანამდე კი გამოიწერეთ და მოიწონეთ პოდკასტი. ნახვამდის.